რა ლამაზი დღეა, რანაკლები მზეა, იმიტომ რომ დღეს ტერასანამის დაბადების დღეა. ვარსკვლავის შოკუნიად დაგიბრუნდა და როგორც იქნა დადგა დრო, რომ ის პატარა აუზი ვესტუმრო, სადაც შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, უბრალოდ გაატაროთ დაუვიწყარი დღე. დღეს მე გადავწყვიტე ჩემს დასწრებადი შვილებთან ერთად იქ წასვლა და დანარჩენი მარილებით მოვყური და ამასობაში ჩვენც მოვედით ტერასანამისზე, სადაც პატარა აუზი დაგვხვდებათ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახური გარემო. ეხლა გაგაცნობთ მასპინძელს, მოკლედ 22 შეზლონგია, არის სახური გარემო, პატარა ბუნგალო, სადაც შეგიძლიათ უბრალოდ აღნიშნოთ თქვენი დღესასწაული და დანარჩენ პირობებს მითითონაც გავიკეთოთ და თქვენც გაგიზიაროთ. დაელოდეთ ჩემს შემდეგ სტორიებს. ჩემი გუგულებთან ესეთი გარემო აქვს მეგობრებო, ჩემები ხა ემზადებენ წყალში ჩასასვლელად და ნანანა. აბა აქაური მასპინძელი უნდა დავსწორო, ბატონი მირიანი, რომელიც ყველა სტუმარს როგორც საკუთარ ოჯახის წევრს ისე ხვდება. მაგრამ გაუზიარეთ ორიოდე სიტყვით თქვენი აუზის შესახებ. თუდია როგორია? კოხტა რა. სახლური, ნამდვილად სახლურია. ნამდვილად საკუთარი თავს იგზნოთ როგორც საკუთარ სახლში, ასე რომ ეს პატარა აუზი და ლამაზი გარემო, რომელიც აქ დაგხვდებათ, თქვენ გაქნით უფრო ბედნიერს და ჰარმონიულს. ამ ეტაპზე სრული აუზი ჩვენია. საცურაოდ რომ მოხვდა გაგხვდებათ უკვე მომწიფებული ვაშლი, ბროწეული, ბუდურა, საკუთარ სახლში, საკუთარ ეზოშია გაკეთებული ეს ლამაზი აუზი. თან აუზში ჭუმპალავე და თან თვითმფრინავი გადაიფრეს თქვენსთან. გოგო ხარ 1 2 3 სიმი პატარა თოჯინა. რა ლამაზი დღეა, რანაკლები მზეა, იმიტომ რომ ტერასანამის დაბადების დღეა. ილოცავ. აქვე პატარა ბუნგალო, ესე სახლურად მოწყობილი, შეგიძლიათ აქვე მე იმახშმოთ გემრიელად სივიყავართ თალიო და უბრალოდ გემრიელი მობიანი და ფიცმი და მოიწყო.